ქრისტიანს გამარჯვებთ უბრალოდ საზოგადოება. ჩვენს გადაცემებში ვცდილობთ ვისაუბროთ იდეოლოგიების გავლენებზე ეკლესიაში, მოდერნიზმზე, ლიბერალიზმზე, ჰუმანიზმზე, რა გავლენას ახდენენ ისინი ეს ადამიანები, რომლებიც შემოდიან ეკლესიაში, შემოაქვთ თავისებური სწავლებები და იმ ნიშან თვისებებზე, რომლითაც გამოირჩევა ესა თუ ის იდეოლოგია და ამას აქვს თავისი ნაყოფი. ის რაც დღეს ხდება, კონკრეტულად ვეხებით შეტევას ჩვენს პატრიარქზე შიო მესამეზე, ფაქტობრივად ამის გამოვლინება იმ საზოგადოებაში იმ სენის, რომელიც ფაქტობრივად გამოვლინება საზოგადოებაში იმ სენის, რომელიც შესახებაც დიდი ხანია ვსაუბრობდა და არც არის გასაკვირი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა გამოცდილი მართლმადიდებელისთვის და მორწმუნე ადამიანისთვის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მოდერნიზმი ცდილობს შერყვნას და შეცვალოს ტერმინოლოგიური აზრი, შეცვალოს ტერმინოლოგიური მნიშვნელობა ამა თუ იმ განსაზღვრების, თეზის, ცნების და შემოგთავაზოს ის თავისებურად, უფრო შერბილებულად, უფრო ჰუმანურად. ისინი ხომ ღმერთზე უფრო ჰუმანურები არიან, ხო? მათ არ უყვართ სიტყვა ცოდვა საერთოდ, მას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, არ უყვართ სიტყვა სამსჯავრო, იმიტომ რომ თვლიან რომ არაფერ შემთხვევაში არა ადამიანი ღირსი, რომ რაიმე სამსჯავროს განიცდიდეს ან რაიმე ცოდვის გამო ისჯებოდეს, მით უფრო მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ მარადიული, სასჯელი, რაც არაერთგზის წერია წმინდა წერილში, მათ არ უყვართ სიტყვა ჯოჯოხეთი, რომელიც ასევე არაერთგზის და მრავალგზის წერია, რომ ცოდვის შედეგია სწორედ სიკვდილი, რომ ცოდვა დესტრუქციული ძალაა და ანადგურებს ადამიანს, რომ სავსეა წმინდათა ცხოვრება, პატერიკები იმ მონათხრობებით, რომ ცოდვა ზეგავლენას ახდენს ადამიანებს, არაერთი ადამიანი მათ შორის დიდი მოღვაწე, შეუცდენია, დაუღუპია და პრაქტიკულად მოხდარა და უამრავი წიგნები, წმინდათა ცხოვრებები და მთელი ჩვენი ეკლესია და პირველ ყოვლისა სახარება, რომელიც გვასწავლის, რომ ეს ბოროტი, დესტრუქციული ძალა სულის ზიანის მომნიჭებელია, დამანგრეველია, ის დემონური სულისკვეთებისაა და მაცთურია. ამის მაგალითია ასევე სახარება, სადაც მაცხოვარი თავად გამოიცდებოდა 40 წლის განმავლობაში, ვიცით ჩვენ ეშმაკისგან და ერთი სიტყვით, ამას თითქოს და მტკიცებულება არ ჭირდებათ, მაგრამ ეს მტკიცებულება არ ჭირდება მართლმადიდებელ ქრისტიანებს. და რაც შეეხება ლიბერალებს და მოდერნისტებს, რომელსაც ჩვენ ურწმუნოებად განვიხილავთ, იმ კრიტერიუმიდან გამომდინარე, რომ ისინი არ აღიარებენ განცხადებულ ჭეშმარიტებას, ანუ იმ რწმენას, რომელიც არის სახარებისეული და რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა როგორც სწავლება. ანუ იგივე სახარებისეული ბიბლიური სწავლება. მათ არ სწამთ ისე, როგორც დაგვიტოვეს მოციქულებმა, მათ არ სწამთ ისე, როგორც ეს გადმოგვცეს შემდეგ კრებების მეშვეობით და ასევე წმინდა მამების კრებსითი აზრის მეშვეობით. მთელს ეკლესიას როგორც მსულიერი მემკვიდრეობა, რომელიც არ უნდა იცვლებოდეს. ესე მათ არ სწამთ. ამიტომ ეს ტერმინოლოგიური ომი, ასე რომ ვთქვათ, არ ახალია ჩვენთვის. ისინი ამას დიდი ხანია ამბობენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, იმ ლოგიკურ განვითარებაზე, რატომ ხდება ეს. საიდან მოდის ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსის და სხვადასხვა აქტივისტის განცხადებები წავიკითხეთ, რომლებიც არასდროს არ გამოირჩეოდნენ რაღაც ეკლესიური საზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ხომ ეს ინფორმაცია საიდანღაც აქვთ, ხო? საიდან არის ეს ინფორმაცია? ბუნებრივია ისევე ეგრეთ წოდებული თეოლოგები, რომლებიც ასევე ეკლესიის მიღმა ტრიალებენ და თავის იდეებს ავრცელებენ ტელევიზიის მეშვეობით, მათ შორის პროპაგანდისტული სხვადასხვა საშუალებების, სოციალური ქსელების მეშვეობით. ჩვენ ხედავთ სასულიერო პირებს, რომლებიც ასევე ერეტიკული სულისკვეთების პირდაპირ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენ ხედავთ ორიგენულ სწავლების სულისკვეთებას, რომელიც დაგმობილია როგორც ორიგენი და ზოგადად ორიგენიზმი,
და ბუნებრივია ამ ადამიანებმა შეითვისეს ამ ცრუ მასწავლებელთა ეს სწავლება და შემდეგ იყენებენ თავიანთ იარაღად და თავიანთ არსენალში. ხომ, ეს ერთი მიმართულებაა, რატო ვითარდებოდა ეს, იმიტომ რომ ამას აქვს საფუძველი, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იგივე ეკლესიაში არიან ადამიანები, რომელიც პირდაპირ მტრობენ ეკლესიას. ეს უნდა ვიცოდეთ და ეს უნდა იყოს მყარად გააზრებული. იმის მიუხედავად, თუ რამდენი ადამიანი თვლის, რომ რაღაც გაურკვეველი სახის გაბწყინება არის და საყოველთაო გაბწყინება, საყოველთაო ცხონება და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში ესე არ არის. ის მართლმადიდებლური სწავლება, რომელიც ოდითგანვე იყო ეკლესიაში, ის ერთგულება და ის სწავლება, რომელიც არის დადასტურებული მთელი ეკლესიის სისავსის მიერ, ამ სწავლების მიხედვით ეს ლიბერალური, მოდერნისტული და ჰუმანისტური სწავლებები, რომელიც შემოსულია და ასევე სხვადასხვა ღვთისმეტყველური ცდომილებები, რომელიც შემოსულია, ეს არის დიდი შეცდომა, ეს არის ცოდვა და ამას აქვს თავისი შედეგი და ეს შედეგი იქნება აუცილებლად დესტრუქციული და დამანგრეველი. ახლა შემდეგი ლოგიკური განვითარება რო პოვოთ, რატომ ვრცელდება ახლა თითქოს და იმ მართლმადიდებლებში უკვე რომლებმაც ნათლად იციან რომ ახლა თქვათ აბორტი ცოდვაა, ბუნებრივია რომ ცოდვაა, მძიმე ცოდვაა და თუ არ შეინანა ადამიანმა ის რომ სასჯელს იმსახურებს, ეს თითქოს და ცხადი უნდა იყოს, თითქოს და აქ რაღაცა სპეციალური აღსარებლური საგანი არ უნდა იყოს ეს ადამიანისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ რას ხედავთ? ხედავთ დუმილს, ხედავთ ინდიფერენტიზმს და ესეც გარკვეულწილად მომდინარეობს ასევე ეკლესიაში არსებული პირებიდან, მათ შორის ზოგჯერ და ხშირად სასულიერო პირებისგან, საერო პირებისგან, იგივე თეოლოგებისგან, უკვე ინდიფერენტული სახის ლაითი მოდერნისტული მიმართულების ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ასწავლიან ინსტრუქციებს გასცემენ თავიანთ მრევლს და თავიანთ მეგობრებს და საზოგადოებას, რომ იცით რაიმე სახის რადიკალად თუ არ შევგრაცხუნდა, მით უფრო რაღაც ფანატიკოსად, მოდით ახლა ჩვენ თავარია სულიერება განვითარდეს, სულიერებაზე ვიზრუნოთ, არ განვიკითხოთ და ამასობაში ეს ცრუ სწავლებები, ცრუ მიმართულებები შემოდის ეკლესიაში, ანგრევს ეკლესიას და როგორც ხედავთ, არავითარი მასიური, ასკეტიკური რაღაცა სულიერი ზრდა ამ მიმართულებით არ გვაქვს და პირიქით დესტრუქციული სულიერება, დეგრადირებული სულიერება, ინდიფერენტიზმი მაქსიმალურად შემოდის ეკლესიაში და ეს არის პრობლემა, რასაკვირველი, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, ზოგიერთებს პირდაპირ ეგზალებათ თავისი მოძღვრის მხრიდან რაღაც ლიტერატურის, აღსარებლური ლიტერატურის წაკითხვა, ზოგს ეგზალებათ ამაში ჩარევა, ხმის ამოღება, იმიტომ რომ ეს მისი საქმე არ არის თითქოს, აი ნათლობის დროს არ მიგვიცია პირობა ან ჩვენ ან ნათლიებს რომ შეუდგებით ქრისტესა. ეს ერთგულება ეკლესიური სწავლების განიხილება რატომღაც მოძღვრის კურთხევის პრიორიგატივად რა, აი თითქოს ადამიანი ამბობს რომ აი მამაო მაკურთხებ უერთგულო ჩემს სარწმუნოებას, მაშინ როდესაც პირდაპირ ვალდებულება გაქვს იყო ერთგული, რადგანაც ფიცი გვაქვს ნათლობის დროს დადებული. ამრიგად ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინდიფერენტიზმი არ იზრდება ეკლესიაში თავისთავად. ის არის შედეგი გარკვეული მოდერნისტული, ლიბერალისტური, მათ შორის ჰუმანისტური პროგრამების, იმ სულისკვეთების, რომელიც ვრცელდება, რომელთაც ცხოვრობს ის საერო სული, ამასოფლიური სული, რომელიც შემოდის ეკლესიაში და ეს იმკვიდრებს ჩვენთან. ეს არის მიზეზები და რა უნდა აკეთოს ადამიანი ყოველთვის ამას ვამბობთ, აი უიმე რა ხდება ასე შემდეგ. ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დროში ეს არ უნდა გვიკვირდეს, იმიტომ რომ ამის შესახებ რომ ეს დაცება არსებობს, განდგომილება რო არის, ახლა ეს ვიცით ჩვენ უკვე წმინდა მამებისგან, ჩვენ ვიცით სახარებული სწავლება, რომ არამსუ ძლიერდება, სუსტდება სარწმუნოება ადამიანებში, ესეც ვიცით, დეგრადირებს ზოგადად ადამიანი, ესეც ვიცით და
ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, რა უნდა ვაკეთოთ, სულ ეს კითხვები არა, სულ შედეგზეა ორიენტირებული ადამიანები. რა უნდა აკეთოს მორწმუნე ადამიანმა? ის რასაც აკეთებდა ის ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ერთგულებდა თავის სარწმუნოებას. ის არაფერს არ ცვლიდა, აღიარებდა, ადასტურებდა ხმამაღლა, ვინც მე მაღიაროს, მაცხოვარი ამბობს ნებიანთა წინაშე მეც ვაღიარო ეს ცნება თითქოს დავიწყებული, ეს არ არის აუცილებელი, მამები ასწავლიან დღეს, რომ ის არ არის აუცილებელი. თითქოს ყველა ელოდება რაღაცა განსაკუთრებულ მოწამეობრივ სიტუაციას, როდესაც გამოირჩევიან ეს ადამიანები და დადებენ თავს სარწმუნოებას. სინამდვილეში ეშმაკმა უკვე თავის მიზანს მიაღწია, იმიტომ რომ ამ ლიბერალურმა განწყობილებამ ის გამოიწვია, რომ ადამიანი მისი სინდისი და შერბილდა აღსარებლული კუთხით. მას აღარ აწუხებს ეს როგორც ცოდვა, დაცვა სარწმუნოებისა მას აღარ აწუხებს, ან თulis რომ მისი საქმე არ არის და ამაშიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მიზეზი იმისა, რომ არასწორად ასწავლეს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ სწორედ რომ მისი ვალდებულება, ისევე როგორც სხვა სათქმეებების, აქაც არ გამოგჭეს და ვიღაცამ არ თქვას, რომ ეს რადიკალები სულ რაღაცას საუბრობენ. განავითარ შემთხვევაში, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სიყვარულით გასაკეთებელი, მოთმინებით გასაკეთებელი, კურთხევით გასაკეთებელი ადამიანებთან თბილი ურთიერთობით, სწორი მხილების მიმართულებით. კი ბატონო, არავითარ შემთხვევაში არც ერთ ნაბიჯი არაქრისტიანული არ უნდა გაკეთდეს. ამაში ყველა ვთანხმდებით. უბრალოდ ეს მაინც არ სურს ადამიანებს. რაც არ უნდა, გულის ტკივილით ხო ლაპარაკობთ, ხა რაც არ უნდა, არც ცინიზმი ამაში, არანაირი რაღაცა სურვილი, რომ ადამიანები ვიღაცა დაიღუპოს, ხო? ჩვენ ხო ყველას ცხონება გვსურს სინამდვილეში რა, იმიტომ რომ სიკეთე ეს არის, რომ შენ უნდა გსურდეს ადამიანები ცხონდეს, ეს ბუნებრივია, ყველა ქრისტიანს. მეორე საკითხია, თვითონ სურს ადამიანს ცხონდეს და აკეთებს კი ამისთვის რამეს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ შენ ხო ეს დამოკიდებულება უნდა გქონდეს და ეს არის мотиваცია, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ. ამრიგად, ამას რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითად თავარ თემას, ეს პროფანაცია ტერმინოლოგიური, რელიგიის ტერმინების, მათ შორის მთავარის ცოდვის, ეს იქნება გაგრძელებული, ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვანაირად არ უსწავლიათ ამ ხალხს რელიგია, სხვანაირად არ უსწავლიათ არც მართლმადიდებლობა, ამათმა ესეთი მართლმადიდებლობა, ესეთი სულისკვეთება ისწავლეს, ეს ისწავლებოდა 30 წლის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში 20-ის, ან უფრო მეტი, ზოგჯერ უფრო ნაკლები, მაგრამ სწორედ ამას სწავლობდნენ ეს ადამიანები და როდესაც ამას სწავლობდა ეს ადამიანი, არც უნდა გაგვიკვირდეს და როდესაც კიდე ამ დამოკიდებულებისადმი არ იყო შესაბამისი რეაგირება, ისაც კიდე არ უნდა გაგვიკვირდეს. ამრიგად, ჩვენ ვართ განდგომილების ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ გამოვლინება ამ განდგომილების, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ სარწმუნოებას, ვადასტურებთ იმას, რომ სიყვარულით ვაგრძელებთ, ვაღიარებთ და ჩვენს მართალ სარწმუნოებას თავისი სწორი მართებული ტერმინოლოგიებით, თავისი სწორი ღვთისმეტყველობით, იმ სწავლებით, რომელიც ოდითგანვე იყო ეკლესიაში, არის და არაჯამი იქნება, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. რამე თუ ბჭენი, ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.